იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მსოფლიო ტურიზმის როკაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, ვინდა როგორც ცდილობს ამ მონოპოვარის განადგურებას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს, მას სამართალი მიაკითხავს. პრემიერ-მინისტრის პოზიცია მკაცრია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დგას გარედან მართული და შიგნიდან მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანიის უკან. ამასობაში კი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ძველი სახე ძალიან მძიმე განცხადებას ავრცელებს კვლავ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. რუსი ტურისტები შემოვიდნენ რესტორან თბილისში სავახშმოდ. გადავწყვიტე ცოტა მეცელქა და ხინკლის ხორცში ჩაუპსე. როცა რაჭის ხეობაში გიდად მუშაობდი, ჩემი შემცვლელი მიყვებოდა, რომ ერთხელ უკრაინელი თუ რუსი ადამიანები ამბროლაურში წაიყვანა. ისინი რამდენიმე წუთით გავიდნენ თავსაბურავების საყიდლად, მან კი ისინი სადღაც ტყეში დატოვა და წავიდა. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული ამ პოსტებიდან არც შინაარსი ანამდვილი და არც მათი დამწერები არიან რეალური ადამიანები. ყალბი აკაუნტები, ყალბი ამბები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტმა აღმოაჩინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბოტ ანგარიშები საქართველოს საზღვრებს გარეთ დაარეგისტრირეს. მოტივი ბოტების გამოყენებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული ინფორმაციის გავრცელება. გამოძიება დაწყებულია სუსში თქვეს, რომ დაფინანსებული კამპანია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაზიანებამდე მიდის. მე ოფიციანტად მუშაობდი ბათუმის გულში და ხაჭაპურში ვაფურთხებდი. სუსის გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია დროის კონკრეტული ინტერვალით კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედია საშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. ყავს. გარეთ თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი კამპანიის შესახებ დაწყებული გამოძიების ფონზე სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნის გია ბარამიძის სკანდალური განცხადება გამოჩნდა. ბარამიძე ამბობს, რომ ქართველი სამხედროები რუს ტყვეებს ხვრეტდნენ. აღარ გააძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ ყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აყავდათ. რატო? ხვრეტდნენ. ჩვენები. როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, მას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ეხლა მე ისე კი არ ვამბობ, ვინც ხვრეტდა ეხლა. იქით ამ ხედანაც ხო იგივე ხდებოდა? იქ დისციპლინა იყო. იქ იყო, იმიტომ იქ იყო რუსული დისციპლინა. და ისინი იყვანდნენ ტყვეებს. ეს რომ იყოს რაღაც გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალოდ წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა. მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება. ჩვენები იმ პერიოდში 93 წელს მასობრივ დახვრეტებს აწარმოებდნენ და ისინი თავზე ხელს უსვავდნენ ჩვენ ტყვეებს თუ მშვიდობიან მოსახლეობას. არის აბსოლუტური ტყუილი. რომ ეს არის პირდაპირ დარტყმა ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ყალბი აკაუნტებით და სხვადასხვა რესურსით ამუშავებული დანაშაულებრივი კამპანიის უკან ქართული ეკონომიკის დაზიანების მცდელობა იმალება. ამას მართველი გუნდისთვის მათ შორის Facebook-ში გავრცელებული ვიდეო მასალებიც ადასტურებს. რუსებს ქართველები ხინკალში უფსამდნენ, ხაჭაპურში უფურთხებდნენ და ეს ყველაფერი არ არის. მორიგის სკანდალი საქართველოში. მამაკაცმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ რუს ტურისტებს საჭმელში მოუშარდა. ძალიან კაია, მადლობა. მე არასდროს არ მწამდა შეკვეთით პატრიოტებისა. 2008 წელს გადიოდა იგივე პიროვნება დაყოლოდა ამას, როდესაც მაშინ სახელმწიფოს მეთაური ღვინოებით ხვდებოდა ქართულ საზღვარზე რუს ტურისტებს და იწვევდა აქ. როგორ პატრიოტიზმი მაშინ გაეხვიძათ, როცა სხვა ქვეყნის ოკუპაცია მოხდა და სხვა ქვეყნის მიწების ოკუპაცია მოხდა. შეკვეთით პატრიოტები არ არსებობენ. პატრიოტი ან ხარ, ან არა ხარ. ძალიან დროული იყო გამოძიების დაწყება, ვინაიდან ძალიან ორკესტრირებულად ვითარდება ეს ყველაფერი და თითქოს საქართველო არის ძალიან საშიში ქვეყანა, თითქოს რუს ტურისტებს აქ ტყეში იტაცებენ, 1000 ზღაპარს იგონებენ, რომელიც არამხოლოდ იმაზე არის გამიზნული, რომ რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ საქართველოში, არამედ ზოგადად რომ შიში დათესონ, ტურიზმზე დარტყმა ავტომატურად გულისხმობს ეკონომიკაზე დარტყმას და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას. ქვეყნის დაზიანების მსურველებს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივ რეაგირებას პირდება. ირაკლი კობახიძისთვის გია ბარამიძის მძიმე განცხადება მოღალატეობრივია. ეს არის მხოლოდ სამარცხვინო მოღალატეობრივი განცხადება.
ნაცისგანაც კი არის მართლა ამას რძენი ასეთი განცხადების მოსმენა, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის ნაცისგანაც კი წარმოუდგენელი. ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავს სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ რომ დღეს არის სახელმწიფო ძლიერი, როგორც არასდროს შესაბამისად ჩვენ დაუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დაპირისპირების қолამსდელობას. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი არის ღია ყოველასთვის ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც ჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 318 მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას, დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.